მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დღეს არის 14 აგვისტო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზა გახდა 1 წლის. წინასწარ ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ფერს არ ვაკეთებთ, არც სტუმრებს ველოდები, არც აღნიშნავს ვაპირებ. ამის მიუხედავად არ მინდა რომ ამ დღემ ისე უბრალოდ ჩაიაროს, იმიტომ რომ პირველი დაბადების დღეა და ლილეს პირველი დაბადების დღესაც არ ჩაულია ესე ჩვეულებრივი დღესავით. ამიტომ მე და სოსო მე ერთხმად გადავწყვიტეთ, წავსულიყავით კონი აილენდის აკვარიუმში, სადაც ძალიან ბევრ ლამაზ სანახაობას გვპირდებიან და წავიდეთ ერთად, წაგიყვანთ თქვენს და დაათვალიერეთ ჩვენთან ერთად. ლილეს ოცნება იყო ეს ძალიან დიდი ხნის. ლიზას რახან არ ემახსოვრება ეს დღე, გარდა იმისა, რომ დარჩება ფოტოები სამახსოვროდ, სამაგიეროდ ლილეს ავუხდით ამ ოცნებას და ბონუსად მოყვება ლიზასთვის ფოტოები, რომლებსაც დღეს აუცილებლად გადავიღებთ. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან, რომ ლიზას პირველი დაბადების დღეა დღეს. აქ არის ლილეც გამოპრანჭული უკვე და იმედი მაქვს ვერ გაიგო რაც თქვი, იმიტომ რომ ჯერ არ იცის. ასე რომ წავიდეთ გამოყვებით. დღეს აკვარიუმში ვარ, თევზებით ნავხავთ და ყველაფერი თევზი განახეთ. გაგეხარდა? ხო, ძალიან. მეგონა რომ ეგ ძალიან დიდი როლერკოსტერზე წავალდით, იმიტომ ძალიან შეშიშია. ჩემთვის არ შეიძლება. და აკვარიუმში ვარ, ყოველდღე მინდოდა ეგ ჩემი სუილი იყო, როცა მე 6 გავხდი. და მოხდა დიდი თქვარო სურპრაიზია. და ყველა თევზი განახებთ, პირდებით, ხო დერიკო? კიდე. ხო. სადუნავადო რა კაი სუნი აქ იწვება. Show here. Hey guys, how are you? Ticket. Perfect. Good? And only you three and then the baby, right? Baby, right. Have a great time, guys. Thank you. Ai, coloco chega uria. Ei, ai, akhalia. ეს არის გამადიდებელი. გამადიდებელი კი არა, ეს არის ეკრანი. ემო, იყო. ვიჟდები აქ პლატფორმის აკრანია. მაგის რა ლამაზია, ლუჯი.
მე მგონია რომ ეს არის გამოდიდებელი. ეს არის გამოდიდებელი. ხო, მაგარი გამოდიდებელი. გამოდიდებელი, ეკრანს ყავს. ნახე, იქიდან ჩამოდიან თევზები. ესენი ეკრანია. იქიდან არა, პატარები არიან ძალიან და იმიტომ ჩამოდიან იქიდან. ძალიან დიდი გამოდიდებელია. Yeah, I don't feel it took me a long time to do. I like how they travel together. These two over there. ხო. Wow. Wow. Ay, no. Que vaya haciendo, pues no, me lo envía nomás, yo le envío. De balance, por favor, para cancelarle. No, o sea, acaso me han llamado de Metro Skyline a saber qué pasa con el barco. No, esa gente como que no trabaja en el mar. Sick. Looks like it's swimming upside down. It looks like it's swimming upside down. Because it looks like the head is up down there. No, it doesn't. ის პატარები რა გვარდიდება, მაშინ ისინი საერთოდ არ უნდა ჩამოვიდნენ. Значит, ეს გადიდება შენ. ნახე, ეგ ვიყურებ. просто ძალიან დიდი განიერი შუშა. ამას. This is the ნახე, იმოძრავ ხო? ნახე, ეგ როგორ ნახე იქ ვარსკვლავიც არის. მეგონია ის ნახე პატარა ისინი. ნიჟარა დადიოდა. მეგონია აი ეს უყურე. მამა, მეგონია არის წყალი ფლობი. აი, ისომი არის. ნაიჩ რაღაც აგე? ნახე ხამ. No ha cambiado de foto, digo, si graba de cambiar de foto, no ha cambiado. ნახე ნუ ის დაბუჩარა ლამაზია. ეგ ვიყურე დედა ახედა ოქტოპოსი ნახე შიგნით. აი ეს ენერგია პირანები ნახე? ჟონქელა ლამასას დაუჭერდი. ნახე ეგ როგორ ნახე იქ შიგნით ის შავები. კუპლებიანი. ზღვის ისა. აუ რა მაგარია. ფოტოდა ნახე ეს შენზე მძიმებით იქნებიან. მიუღწევა ხელი. სანამ დავდივართ, გეტყვით, რომ ეს აკვარიუმი ძალიან დიდ ტერიტორიაზე იყო.
და სივრცეები იყო როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ასე რომ ჩვენ ამ ვლოგში თქვენ პროსტორად ნახავთ კადრებს ხან გარედან, ხან შიგნიდან, იმიტომ რომ ზოგი რაღაცა არის გარეთ სანახავე, ზოგი რაღაცა არის შიგნით სანახავე. შიგნით არაფერს გადახდა აღარ არის საჭირო, ყველაფერი შედის იმ ბილეთში, რა ბილეთსაც აუცილებლად ონლაინ ყიდულობ, თუმცა რომ მოვედით აქ, თურმე შესაძლებელი ყოფილა აკვარიუმის შესასვლელშიც, ასე რომ იცოდეთ, რომ ზაფხულში თავისუფლად შეიძენთ ადგილზეც ბილეთს. მე შევიძინე ონლაინ. მე მგონი ორივენაირად ძალიან კომფორტულია, ასე რომ გააგრძელეთ გემრიელად ყურება. აბი ბარა. ხედა. როგორ საყვარელია. როგორ წევს ზურგზე ნახე. შენ როგორ ახარ? დაინახე. დავინახე ხო? კალიასკების პარკინგი. არ შეიძლება კალიასკო და ესეთი პარკინგია. დავაპარკინგეთ ლიზა. ლიზას მანქანა. ხო და შევალთ ახლა. სწორად რომ გაიგოთ, გეტყვით რომ კალიასკის სიარული ყველგან არ იყო აკრძალული. აი მაგალითად შენობაში აქ შიგნით კალიასკით ვერ შეხვიდოდი, მაგრამ იყო შესასვლელები შენობაში, სადაც შესაძლებელი იყო კალიასკით შესვლა, თუმცა ამ კონკრეტულ ადგილას ვერ შეხვიდოდი კალიასკით, ასე რომ ზუსტად აი ამისთვის იყო გათვალისწინებული ის ეგრეთ წოდებული კალიასკის პარკინგი, ასე რომ არ გეგონოთ რომ მთელი აკვარიუმის ტერიტორია ასე ხელით ატარებდა სოსო ლიზას, თუმცა საკმაოდ დიდი მანძილი ატარა ხელით. ნახედე მაღლა. დავდი, ლო. ვაუ, რა უცნაური ფორმა. ვაიმე რა პატარა ბოშით არის მოსული. რა პატარებით არიან მოსულები. როგორ ბნელა. ვაუ. ლიდო მოდი და ნახე. You're
მიცოდე ხო შეძვერი. Ada iki perse lugar. Ani kamu. Ani şimdi ziyan. Hey, actually, I already let him do the planner yesterday. მიცოდე კაუსი ხა ეგრე. ეს ნახე რა ხელა კუდია კამას. ეს კუდია შხამიანი, ხორიცი. ნახე იმას როგორ ხილებია. მოდი ლიზაზე თუ დაიგე. რა დაკარგე? რაღაც ეკანა ყარყარდა დააწექა და მინდოდა და საწუთი ამოწმა. ჰა? ეს ნახე როგორ ანათებს. ის პადერეთები. მე ფოსფორიანები არის. ახლა როგორ დამაზია? ეგ სენსორის გარდა არ ადიდებს? აუ 2x-ზე მეტად არა. არა, სენსორის გარეშე არ ადიდებს, მოხი ხელზე. ეს რა? ეს არის ნახე კამერას მამლაწო. დაბა ესე პოუტრიალებს თუ არა? თუ არა? Wow. ეს ის არის red lobster-ი. როგორ ეჭვით გიყურებს? იქ კარგად გამოჩნდება.
შემდეგ გამოვედით ამ ბილეთში შედიოდა კიდევ ერთ-ერთი სანახაობა სელაპების შოუ მწვრთნელებს მიყავთ ეს შოუ მაგრამ აქ დაჯდომა იყო კატასტროფა ძალიან ცხელოდა მზე როგორ აჭერს კადრშიც ჩანს და კიდევ ისე არ ჩანს როგორც იყო მაქსიმალურად არის გამაგრილებელი სისტემები დაყენებული აი როგორც ხედავთ ვენტილატორები რომლებიც ესე ნამივით წყალს ასხავს მაგრამ ჩვენი საამწუხაროდ ძალიან ცუდ ადგილას ვიჯექით და ეს სიგრილე ჩვენთან თითქმის არ მოდიოდა ძალიან ცხელოდა მაგრამ არ მივეცით სიცხეს საშუალება რომ ჩვენთვის დღე გაეფუჭებინა ამათმა იმდენი ილაპარაკეს რომ აი ამ სიცხეში ერთი სული გქონდა რომ დროზე დაწყებულიყო ეს შოუ რომ გვენახა და წავსულიყავით აქედან და თვითონ სელაპების შოუ ისეთი მოკლე იყო რომ ალბათ 40 წუთი ვიჯექით იქ და აქედან 30 წუთი ამათმა ilaparaques და 10 წუთი იყო შოუ დაახლოებით. ასე რომ თუმცა ბავშვებისთვის მაინც არაჩვეულებრივი სანახავრია. თქვენ თუ ამ ადგილს ზაფხულში ესტუმრებით, გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად გამაგრილებელ სისტემებთან ახლოს დასხდეთ. ლიზა იქცეოდა გადასარევად. ძალიან კარგად იქცეოდა ლიზა და ძალიან კმაყოფილები დავრჩით, არ უტირია, არ უწუწუნია, ტაშის დაკვრა ძალიან უყვარს. ხო და იქ რო ყველა უკრავდა ტაშს უხაროდა ძალიან.
ძალიან კარგი იყო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაყოფილები ვართ. და ძალიან დიდი იყო. არ მეგონა თუ ამ ხელა მასშტაბის იქნებოდა ეს აკვარიუმი. ძალიან ბევრი ოთახი და დარბაზი იყო სანახავი და ნამდვილად არ ველოდებოდი თუ ამდენ დროს წაიღებდა და ამ ხელა სანახაობა იქნებოდა. მართლა არ მეგონა, შედარებით პატარა მეგონა ბევრად, მაგრამ დაგვხვდა ძალიან დიდი და შეიძლება ბოლომდე ვერც ვნახეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შესასვლელი გასასვლელი იყო და არ ვიცი რამდენად ყველა ოთახში ვიყავით. ძალიან კარგი იყო. ძალიან ცდილობენ რომ გამაგრელებელი სისტემები დააყენონ და შედარებით სიგრილე იყოს. და ამან ცოტა გვიშველა, თორე ამ დროს აგვისტოში აქ მოსვლა ძალიან რთულია, ძალიან ცხელა. როცა გარეთ შოუს, ელაპების შოუს ეხლა რაც ნახეთ თქვენ, მან ჯდომა არის ძალიან რთული იმის მიუხედავად, რომ იყო გამაგრელებელი სისტემები. რომ ცოდნოდა, ვეცდებოდი ალბათ მაისში ან ივნისში მოსვლას, როცა შედარებით ნაკლები სიცხეა. არის მაგდა იყო ადრე, ზაფხულში არ იყო მაგდა. მოკლედ ძალიან კარგი იყო. ეხლა ვართ ოკეანის პირას. როგორც ხედავთ და ვინც აქ ხართ, გირჩევთ რომ მოხვიდეთ ერთხელ მოსვლათ ნამდვილად ღირს. ეს ყველაფერი 3 ადამიანი, ბარემ მაგასაც გეტყვით, დაგვიჭდა $85. მე, ლილე და სოსო. რა თქმა უნდა, ლიზა არაფერი, საერთოდ უფასო იყო მისი შესვლა. და ასე რომ გაითვალისწინეთ, 3 ადამიანი $85. აბა მითხარი, ახლა როგორ მოგეწონა? სუპერი, ზვიგენები დავინახეთ და ძალიან ბევრი ელემენტები დავინახეთ და შოუ ვიყავით და ძალიან კარგი იყო. ანუ კმაყოფილი ხარ და ძალიან მოგეწონა. ხო. არა, დედა რა უნდა. Co? Akhe amas okeanis taraun. Wagi ikteriyor soso. Patsav fidet. So folks, what do you say? Have we done our job and proven to you that these sea lions have what it takes to make it in New York City? That's what I thought. With the right adaptations, skilled behaviors, and expert care, anyone can become a king. Every day, these animals help us to examine them from the tips of their nose to the tips of their tails. Today, let's start with those teeth. Our sea lions are trained to keep their mouths open so that our keepers can look and even touch inside their mouths. It takes a lot of trust to be able to get this close to such a sensitive part of the animal's body. Think about when you go to the dentist. We also look at their front and rear flippers.
Being playful is a natural part of sea lion behavior, and because they can play with each other using their mouths, they sometimes get a nick or a scrape on those flippers. შემდეგ ვესტუმრეთ ქართულ კაფე რესტორანს, ან უბრალოდ კაფეს საამო, კაფე საამო, ესე ქვია. ვიყავით პირველად ჩვენ აქ. ძალიან ისეთი პატარა სივრცეა, შემოვატრიალებ კამერას და ნახავთ თქვენს, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგიდები ერთმანეთზე ძალიან არ არის. ანუ ათვისებული აქვთ ძალიან კარგად, ჩემი აზრით, ჩემი მოსაზრებით. შევუკვეთეთ წვადი, ხინკალიც, ხაჭაპური, სალათა, მგონი მეტი არაფერი ხო და ლილესთვის სხვანაირად როგორ. აბსოლუტურად ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი. დანარჩენი გემოს რეცეპტორებზეა, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყო ხინკალი გემრიელი, ვიღაცისთვის იყო იმერული ხაჭაპური, თითქოს მეგრული ხაჭაპური იყო, იმდენი ყველი იყო შიგნით. მე ამ რაოდენობის ყველით იმერული ხაჭაპური არც კაფეში, არც რესტორანში არ მიჭამია. აი ხედავთ, ძალიან ბევრი ყველი იყო შიგნით. ძალიან კმაყოფილები ვიყავით სულ ყველა, შევუკვეთით ასევე კომპოტი, ძალიან გემრიელი კომპოტი აქვთ აქ, ასე რომ ვინც აქ ხართ და ესტუმრებით კაფე საამოს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კმაყოფილები დარჩებით.